ჰანტავირუსის აფეთქების შემდეგ საკრუიზო ლაინერი 40-მდე მგზავრმა დატოვა. მას შემდეგ რაც ბორტზე 3 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა. ისინი კაბო-ვერდეში გამგზავრებამდე ატლანტის ოკეანის სამხრეთით მდებარე წმინდა ელენას კუნძულზე ჩავიდნენ. მათ შორის იყო ბორტზე გარდაცვლილი 70 წლის ჰოლანდიელის მეუღლე, რომელიც კომერციული რეისით სამხრეთ აფრიკაში გაფრინდა და თავადაც კლინიკაში გარდაიცვალა. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და აფრიკის ქვეყნები ამჟამად ბორტიდან ჩამოსული მგზავრების ძებნის პროცესში არიან, ორივე კონტინენტზე და ყველა შესაძლო გაჩერებაზე. საგულისხმოა, რომ კრუიზის ოპერატორი კომპანია Ocean Wide Expedition მანამდე ადასტურებდა, რომ ჰოლანდიის მოქალაქემ კრუიზი ქმრის ცხედართან ერთად დატოვა, თუმცა არაფერს ამბობდა იმის თაობაზე, რომ მასთან ერთად ბორტიდან ხმელეთზე კიდევ 10 ადამიანი გადავიდა. სამი პირი ჰოლანდიაშია ევაკუირებული. ესპანეთის ხელისუფლება ადასტურებს, რომ მისი 14 მგზავრი ერთი გაჩერების შემდეგ მადრიდში იქნება. მათთვის 45-დღიანი კარანტინია გათვალისწინებული. ამასთან, ევროკომისია ჰანტავირუსის ირგვლივ წევრ სახელმწიფოებთან კოორდინაციას იწყებს. მასში დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრია ჩართული. მათ ექსპერტები გაგზავნის როგორც თავადგემზე, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. ჯერჯერობით ბრიუსელი ამტკიცებს, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის რისკები დაბალია. შესაბამისმა კომიტეტმა ბლოკის ჯანდაცვის წარმომადგენლები უკვე შეკრიბა, მათ შორის შეხვედრა წარიმართა ნიდერლანდებისა და ესპანეთის წარმომადგენლებს შორის, ასევე იმ ქვეყნებს შორის, რომელთა მოქალაქეებიც ბორტზე იმყოფებიან. ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებებისა და არსებული სიტუაციის გათვალისწინებით ამჟამად შეშფოთების საფუძველი ევროპისთვის დაბალია. ჰანტავირუსი იმ ვირუსების ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებიც მღრღნელებს გადააქვთ. ადამიანის ამ ვირუსით ინფიცირება მეტწილად სწორედ მღრღნელების ექსკრემენტების ჰაერში გაბანტული ნაწილაკებისა თუ მტვრის შესუნთქვით ხდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ადამიანიდან ადამიანზე ამ ვირუსის გავრცელება უჩვეულოა და რომ ეს ახალი პანდემიის დასაწყისად არ უნდა ჩაითვალოს. ეს არ არის შემდეგი COVID-ი, მაგრამ ეს სერიოზული ინფექციური დაავადებაა. თუ ამ ვირუსით ადამიანი დაინფიცირდა და ინფექციები ზოგადად უჩვეულობით გამოირჩევიან, ის შეიძლება სასიკვდილოც გამოდგეს. ამჟამად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ამ შემთხვევასთან კავშირში მყოფი ჰანტავირუსის 7 ლაბორატორიული შემთხვევა დააფიქსირა, მათგან 3 მსხვერპლით დასრულდა. თავად ხომალდი MV Hondusი 159 ადამიანს ითვლიდა, მათგან 88 მგზავრსა და 61 ეკიპაჟის წევრს. მათ არგენტინის სანაპიროები 1 აპრილს დატოვეს. ხომალდში ესპანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ნიდერლანდების, ბელგიის, ირლანდიის, პოლონეთისა და პორტუგალიის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.